ყვებიში ნომერ მე-20 საარჩევნო უბანზე სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების რაიონულმა კოორდინატორმა განცხადება საჩივარი დაწერა. საჩივარი კენჭისყრის ფარულობის პრინციპის დარღვევას უკავშირდება. ნომერ მე-20 საუბნო საარჩევნო კომისიაში დაფიქსირდა კენჭისყრის ფარულობის პრინციპის დარღვევა, კერძოდ კაბინიდან გამოსული ამომრჩეველი ქართული ოცნების ერთ-ერთ წარმომადგენელს აჩვენებდა საკუთარ არჩევანს, ღია ბიულეტინი გამოქონდა უბნიდან და შესაბამისად ირღვეოდა ფარულობის პრინციპი. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით სამართლიანმა არჩევნებმა შეადგინა უბანზე საჩივარი, შესაბამისად მოვითხოვეთ უბანზე ფარულობის პრინციპის დაცვა და აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით რეაგირების მოხდენა საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ. კენჭისყრის ფარულობის პრინციპის სავარაუდო დარღვევის ფაქტს ეხმაურება გაერთიანებული ოპოზიცია. ბაკურ გელაშვილის განცხადებით, ყვებიში კენჭისყრის კაბინასთან ქართული ოცნების წარმომადგენელი დგას, რომელსაც ამომრჩევლები კაბინიდან გამოსვლის შემდეგ ბიულეტენს უჩვენებენ და ამით მხარდაჭერას უდასტურებენ. საკითხთან დაკავშირებით ჩვენ ნომერ მე-20 საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესთან გასაუბრება ვცადეთ, თუმცა მან ინტერვიუზე უარი განაცხადა და მიზეზად მოუცლელობა დაასახელა. მასობრივად მიმდინარეობს ამომრჩევლების კონტროლი. ყვების საარჩევნო უბანზე მაგალითად ქართული ოცნების წარმომადგენელი დგას კაბინასთან გაუმზრებლად ძეგლივით, რომელსაც უნდა აჩვენოს ამომრჩეველმა შემოხაზული ბიულეტინი, რომ ნამდვილად სალომე ზურაბიშვილია შემოხაზული და ამით ესენი აიძულებენ ამომრჩევლებს, რომ სხვადასხვა ზეწოლით, მუქარებით, რომ უნდა დაადასტურონ ის ერთგულება ჭყალებში, რომელსაც ისინი თხოვენ იძულებით თითოეულ ამომრჩეველს. ბორჯომის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ადასტურებს, რომ კენჭისყრის ფარულობის პრინციპის სავარაუდო დარღვევის ფაქტზე განცხადება საჩივარი ოლქში რეგისტრირებულია. ლევან დევიძე აცხადებს, რომ მისი ინფორმაციით საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ კანონმდებლობით დადგენილი რეაგირება განსაზღვრულ ვადაში მოახდინა. განცხადების საჩივარში არ არის ასე ვთქვათ საუბარი საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლების მხრიდან აღნიშნულ ქმედება, ეს შეეხება თითქოს და ამომრჩევლები, მოკლედ ასაჯაროებდნენ მათ მიერ ასე ვთქვათ გაკეთებულ არჩევანს. ჩვენი ინფორმაციით აღნიშნული არის შინაარსის განცხადება საჩივარი ასევე დაფიქსირებულია საუბნო საარჩევნო კომისიაშიც, ასევე საუბნო საარჩევნო კომისიიდან გვაქვს ინფორმაცია, რომ კომისიის თავმჯდომარემ კანონმდებლობით დადგენილი რეაგირება, კანონმდებლობით დადგენილ ვადაში მოახდინა. რაც შეეხება საოლქო საარჩევნო კომისიაში დარეგისტრირებულ განცხადება საჩივარს, საოლქო საარჩევნო კომისია კანონმდებლობით დადგენილი წესით და ვადაში მიშილებს ამ საკითხთან დაკავშირებით და შესაბამისად მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. შეგახსენებთ, რომ დღეს ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. პრეზიდენტობისთვის ორი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი და გრიგოლ ვაშაძე იბრძვიან.